იმ დღეებში, როდესაც 8 წლის ნაპოლეონი კორსიკის კლდეებზე ველურ თხებს დასდევდა, პეტერბურგში რუსეთის ტახტის მემკვიდრე დაიბადა. ნაპოლეონი და ალექსანდრე, ორი იმპერატორი, 5 ჯერ ეომნენ ერთმანეთს. 5 წელი იყვნენ მეგობრები და მოკავშირეები. ორივეს ბედი ისე იყო გადახლართული ერთმანეთში, რომ ახლა ძნელი წარმოსადგენია ერთი მეორის გარეშე. 1810 წელს ნაპოლეონმა ალექსანდრეს დის, შვენიერი ეკატერინეს ხელი ითხოვა. რუსები დასაწყისში ჭოჭმანობდნენ, შემდეგ რაღაც აბსურდული პირობები წაუყენეს ფრანგ იმპერატორს, თუნდაც ის, რომ ბონაპარტს ჯვარი ეგრეთ წოდებული რუსული წესით უნდა დაეწერა და კიდევ მრავალი სხვა მსგავსი ნიუანსი. ნაპოლეონი მიხვდა, რომ ალექსანდრე მიუხედავად მეგობრობისა, მას უბრალოდ წარმომავლობა დაუწუნა და მაინც ქარაგმულად მიანიშნა მისი ეგრეთ წოდებული დაბალი წარმოშობის შესახებ. ბონაპარტემ წყენა არ დაივიწყა. შემდეგ იყო 1812 წელი. ბოროდინო, სადაც პრინცესა ეკატერინეზე კიდევ ერთი თავდავიწყებით შეყვარებული დაეცემა, პეტრე ბაგრატიონი. მათი რომანის ამბავი ხო საერთოდ ცალკე ისტორიაა. ეკატერინე უკვე გათხოვილი იყო პრინც ოლდენბურგზე, ავდა შვილები და მისი სიყვარული ქართული წარმოშობის რუსმა გენერალმაც საფლავში გაიყოლა. ჩვენ კი სრულიად სხვა ამბავის მოყოლას ვაპირებთ. ეს მხოლოდ შესავალი იყო. 1891 წელს ქუთაისში მიხაი ზიჩის ესკიზების მიხედვით ვეფხისტყაოსნის იმპროვიზირებული წარმოდგენა გაიმართა. წარმოდგენას პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგიც დაესწრო. დიახ, იმპერატორ პავლე პირველი შვილთაშვილი და ულამაზესი ეკატერინეს კი, იმ ეკატერინეს, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომლის ხელით თხოვა ნაპოლეონმა ალექსანდრეს და ვიზეც უზომოდ იყო შეყვარებული პეტრე ბაგრატიონი. აი ამ ეკატერინეს შვილიშვილი. პრინცის ყურადღება ნესტან დარეჯანის როლის შემსრულებელმა მიიპყრო. ქალი 26 წლის აგრაფინა დადიანი, ქალიშვილობაში ჯაფარიძე, თავად ტარიელ დადიანის მეუღლე აღმოჩნდა. კონსტანტინე იმ წამსვე მიხვდა, რომ მისი ბედი უკვე ამ ქალთან იყო დაკავშირებული. შემდეგ იყო არც ისე ლამაზი ისტორია. იძახიან, რომ პრინცმა მოახერხა და აგრაფინას მეუღლესთან თავად ტარიელ დადიანთან ერთად ბანკოს სათამაშოდ ერთ მაგიდაზე აღმოჩნდა. დადიანი კი თავდავიწყებული მოთამაშე გახლდათ, აგებდა მუდამ ყველასთან და ყველაფერს. პრინცმა ძალიან დიდი თანხა მოუგო და დადიანს თანხის სანაცვლოდ ცოლი სთხოვა. ქართველი თავადი დათანხმდა. აგრაფინა მისულა უკვე ყოფილ მეუღლესთან, სასტიკი სილა გაუწნია, შემდეგ მიუახლოვდა პრინცს, მოკიდა ხელი და ისინი ერთად გავიდნენ ოთახიდან. შემდეგ იყო ჯვრისწერა, ქორწილი და კიდევ ერთი დიდი სიყვარულის ისტორია. როგორც ამბობენ, პრინცი ყოველ დღე ექსპრომტად წერდა მეუღლეს სასიყვარულო წერილებს. თავს ევლებოდა და მუდამ რაღაც ორიგინალურ საჩუქრებს უკეთებდა. ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი იყო სასახლე. გასაოცარი სილამაზის სასახლე. მიწა, რომელზედაც ეს ნაგებობა აშენდა, გერმანულ კოლონიას ეკუთვნოდა. პრინცმა გამოისყიდა ტერიტორია, მოიწვია ცნობილი გერმანელი არქიტექტორი პაულ შტენრი და 1895 წელს მაშინდელ ნოვოსადოვაიას ქუჩაზე ოლდენბურგების საგვარეულო ჰერბით, ანუ უნიკორნით შემკობილი ეს სასახლე გამოჩნდა. თითქოს საიდან, სად ნაპოლეონიდან შენობამდე. ასეთია ცხოვრება, ყველაფერი იცვლება, ტრანსფორმირდება, ერთი ფენომენიდან მეორეში გადადის. ასე დაემართათ ამ ისტორიის მოქმედ გმირებსაც. მათზე აღარ გავჩერდებით, ეს ცალკე ისტორიებია. ასე დაემართა ამ სახლსაც. 1921 წლის შემდეგ სასახლე გაიძარცვა და შიგნით ყრუ მუნჯთა ინტერნატი განთავსდა. იძახიან, რომ ლავრენტი ბერიას ღვიძლი დაც ამ ინტერნატის მაცხოვრებელი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაღაც საბჭოთა სტრუქტურა მოათავსეს შიგნით. სახმართველობა თუ რაღაც, რა ვიცი, მსგავსი. შენობის ძველი დიდებიდან მხოლოდ მისი ფასადი იყო დარჩენილი. მე-20 საუკუნის მიწრულს კი
იქნა გადაწყვეტილება მიღებული შენობის რესტავრირების და აღდგენის შესახებ, რომელიც პერიოდულად დღესაც გრძელდება. შემდეგ ოლდენბურგების სასახლეში კინოს, თეატრის, სახვითი ხელოვნების და ქორეოგრაფიის მუზეუმები განთავსდა და ეს ყველაფერი ხდება თბილისში. ძველ ნოვო-სადოვაიას ამჟამად კი კარგარეთელის ქუჩაზე. დგას შენობა, რომელიც ოდესღაც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა მეუღლეს, რომელსაც აღმერთებდა აგრაფინა ჯაფარიძეს აჩუქა. სახლი, რომელიც დგას შენს ქალაქში. რადიო ცხინვალი.